გამარჯობათ მეგობრებო, საღამოა, ღამე მივდივარ იუმასკენ, არიზონის უდაბნოსკენ და ნახოთ რაღაცა მოხდა. დავამაგრე ესე რომ პოლიცია მორბოდა და აბა რა ხვდოთ რა ხდება. ზაზე რომ მოვდიოდი ერთი ხუთმა პოლიციის მანქანამ ჩაიქროლა და ეხლა ხედავ რომ ანათებენ და მე საინტერესოა ნეტავი. სუბუქი მანქანა ყავს გაჩერებული. 1 2 3 მანქანა. ხედავთ რა მოხდა. სავარაუდოდ ესე იგი მე რომ ვიდიოდი ერთმა მანქანამ ჩაიქროლა. გააჩერდა და მე იმან გამოუძახა სხვა მანქანებს და ორი მანქანა დაეწია, რა ვიცი, ვითომ ნარკოტიკების გადამტანია, ვითომ უკან ვიყურები. გვინდოდა საინტერესო რაღაცა და არაფერიც არ გამოგვივიდა. რა ვქნათ, ვიდეო ხო არ შევწყვიტოთ, მაშინ რაღაცა სხვა თემაზე ვილაპარაკოთ. რაც მომივა ეხლა თავში. ამი 3 საათია და ხოიცით, ისე მირბიან, კაცო, ერთი გაიქცა. მეორე გაიქცა. სას დარბიან ეს პოლიციელები? ეხლა მესამე მოდის კიდე მგონი. რა გამასწრებს, უყურეთ. ოპა. 3 მანქანა ეს რა ქვია, პატრულის მანქანები გიჟებივი დარბიან. ისე პოლიცია ხო, მოდი ამერიკის პოლიციაზე ვილაპარაკოთ რა. გააჩნია ეხლა მაგალითად ნიუ-იორკში და ლოს-ანჯელესში, არა, საერთოდ პოლიცია როგორია, იცი, ზედმეტს არ გაკადრებენ რა, გამორიცხულია. ადრე ჩვენთან ეხლა ჩვენ ხო შეჩოვლები ვართ მაინც კომუნისტების დროს. რაღაცა მიზეზი უნდა მოეცა, მერე ფული უნდა გამოერთვა და ასე რაღაცნაირად ხელფასი არ ქონდათ ხო ჩვენ პოლიციელებს და იმებს და ეს კიდე მოდის რაღაც არ ეს უკვე დიდი მანქანა მოდის. ეს დიზელის გადასატანი. ხო და რას ვამბობთ ეხლა პოლიციაზე, ხო, ჩვენთან როგორ იყო, ხო? როგორ ამართებდნენ, ხელფასი არ ქონდათ პოლიციელებს მაღალი. და რაღაც მიზეზებს ეძებდნენ, ან რაღაცა ჩაგიდებდნენ. ან ბოლოს პირდაპირ გეტყოდნენ რა, კარგი რა, ხო ვიცი რა არისო, მე მქონია ასეთ შემთხვევები. მით უმეტეს ადამიანი რომელიც საჯერ აღწევდების იმებში იჯდა და ხო ვიციან მათი ინფორმაციები და მაინც ინფორმაციები რო იცოდნენ, მაინც მიდრეკელება თუ ქონდა ადამიანს თქვა ციხეში ნაჯდომი ან რაღაცაზე ამდენჯერმე პოლიციაში. თუ შარი რო არ მოედოთ, უბრალოდ თავშოთ დაგწოვნო, რაღაცა ფულს თხოვდნენ და ამის და მაგვარი რა. და გახსოვთ ხო იმების რა ქვია გოლების მიხედვით, რაც უფრო საფეხურებო რაღაცა ფულს იშოვიდა ვიღაცა ოპერატორი და ოპერატორული მუშაკს მე იმას უნდა მიეცა მისი თანამდებობისთვის უფრო და ასე გადადიოდა კიბესავიდან. გაიში და ქუჩის ინსპექცია ხო ეს აშკარად ჩანდა ხო ინსპექტორები რო იდგნენ და აგროვებდნენ ფულს რო გადასცემდნენ უფროსებს. აქ ასეთი რაღაცა არ არის. იმიტომ რომ აქ პოლიციას კაი ხელფასი, შეიძლება მაღალი ხელფასი არ ქონდეს ეს $4,000-5,000 თვეში, რომელიც ამერიკისთვის ისე რა. მაგრამ სამაგეროდ აქ ბევრი შეღავათები, დაზღვევები, სამედიცინო მომსახურეობა, მგონი შუქი და კომუნალურ გადასახადებსაც არ იხდიან. ერთ სიტყვით ასეა და რაც თავარია მე პენსიაზე ადრე გადიან ესენიც. ხო და რას ვამბობდი, ხო და ესეთი აგრესიული პოლიციელები, თუ
თუმცა რო გაგაჩეროს ახლა პოლიციელმა უშუალოდ იარაღები აქვს რაღაცა პატარა ზედმეტ რაღაცაზე თუ მოძრაობა გააკეთდა შენში თუ შეამჩნიეს ამ ესეთი აგრესიული უცბადე დაშენვა ისა პიტაპიტ აგიშენენ იარაღს და ყოველგვარი ნუ ერთხელ შეიძლება გაგაფრთხილოს მაგრამ აი ნუ ატაკაზე არიან და აი ნახეთ ეხლა ხო წეღანაც ხო ერთ მანქანას თუ გაუჭირდა ერთ შეიძლება მოადგეს 5 მანქანა მე მინახია შემთხვევები 5 კი არა 50 მანქანას მოსულა მე ვეთრენდი მოსულა და ესე ძალიან მობილურები არიან რა მაქრე მაგრამ ზოგადად აი ზედმეც არ გაკადრებენ რა აი მე რა ვიცი აი რამდენი მქონია პოლიციიდან და შეხვედრა უბრალოდ ალბათ ეხა ზოგიერთი მეტყვის რომ რატო არ იღე პოლიციელებთან ვიდეოს რავი რაღაცნაირად ვერიდები თუმცა მე ნანახი მაქვს ვიდეოები ვიტაბი უღებენ ვიდეოებს პოლიცია პრობლემა არ აქვს მაგრამ რავი ეთქვა მაინც მომხდება ეს უხერხული სიტუაცია თუმცა საინტერესო კი იქნება პოლიციასთან გასაუბრება შეიძლება ერთი ორჯერ უხეში ურთიერთობაც ყოფილა აი ჩემ პირად ურთიერთობაში მაგრამ იმასაც მიზეზს პოულობ რა შეიძლება ოჯახში მაგრამ როგორები არიან აი როგორც ამერიკელები რა შეიძლება უსვათ თავიდან ემოციურად იყოს მაგრამ რაღაცნაირად შოშმინდებიან რა მე მქონია რამდენიმე შემთხვევა მქონი ჩემ ვიდეოშიც მაგ გახსენილი ადრე ერთი მეტაკა ერთი პოლიციელი რაღაცა ღამე გამიფუშდა პიროდ ჰაიხუი და მე იქით მივაწექი რა მეთქი რაღაც დაცინვასავით გამომდიოდა რა რომ მისი განათლების იმაში დავიჭირე მისი სუსტი წერტილი და მაგას მივაწექი რა ის ჯორჯია და ის არ იცოდა სად იყო და მე მიხვდა რომ ნამეტანი მოვიდე და დაწყნადა და აი დარწმუნებული 80-85% ამ პოლიციელების მასეთი ხასიათის არიან რა რაც აი როგორ ამბობთ ხოლმე რა როგორ შეამჩნიო ფოთავს ადამიანს და დააშოშმინო და ეგ ამბავი მაგრაჭრის რა ო რაზე ვილაპარაკოთ ახლა ხო ახლა ჩვენ მივიდივართ იუმა არის ერთ-ერთი ყველაზე სამხრეთი ნაწილია აზერბაიჯანის პიტაბრი მექსიკის საზღვარზეა ახლა ფაქტობრივად უკვე ეს ხო ჩვენი რვანომე გზა შეუერთდებით და ადრე გახსოვთ ხო გაჩვენებდით ხოლმე რომ გადმოდიოდნენ ეს მექსიკიდან ხალხი ღამე განსაკუთრებით აი ახლა რა გამორიცხულია უკვე ახლა თავიდანვე ცნობილი იყო რომ მაშინ რომ 5000 კაცი შემოდიოდა ამერიკაში მექსიკიდან თავისთავად ახლა ეთქვა მთავრობა უწყობდა ხელს თორე როგორც კი მოვიდა ტრამპი ერთ-ორ დღეში მოაგვარა ყველაფერი და ასე საინტერესო მომენტიც არ იქნება ახლა მექსიკიდან გადმოსვლის ამბები თუმცა გადმოდიან კიდე ადრე გახსოვთ რა ადრე როგორ იყო ესე ჩვეულებრივი ამბავი იყო მეგობრებო ადრე რა მექსიკელები გადმოდიოდნენ 3-4 თვე იმუშავებდნენ მე უკან ბრუნდებოდნენ ეს ქვეყანასაც აწყობდა მაგრამ მე ბაიდენის მთავრობის დროს უკვე ამ გადმოსულებს მისცეს უფლებები რა ადრინდელ კი გადმოდიოდნენ მაგრამ იმანმა იცოდნენ არაფერს არ თხოვდნენ მთავრობას არ პენსიას არ დაზღვევას არაფერს პირიქით ქვეყნისთვის კარგი იყო და მე ამათმა რომ დაიწყეს უკვე მუშაობის უფლებების მიცემა მე გარდა მექსიკელებს ვეძახი და ლათინურ ამერიკის ხალხისა თელმა მსოფლიომ გაიგო და მოაწყდა და ეგ მომენტი აღმოფრეს რა ასე რომ არაფერი ისეთ საინტერესო და იმას არ ველოდები აი პოლიციელი სად არის დამალული энэ ვიდეო პოლიციელი ჩვენ არ დაგვეღვევი არაფერი მაინც რა არის ადამიანი პოლიციელი ფორმას რა ნუ ახლა ალბათ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარეც არის ფორმიან ადამიანს რომ ნაყურო რაღაცა ვიძაბები არა სრულიად კი არ ვიძაბები მაინც აი რაღაცნაირად აი კანონის რაღაც ის კანონი გიყურებს და და
აი ხა გადავალ ამ დასახლებას და უკვე მივადგები უკვე 8 გზას, ნომერ 8 გზას და რომელიც პირდაპირ მექსიკა, ამერიკის საზღვარს მიუყვება. მაგრამ ღამე არავინ არ დადის. თუმცა შეიძლება დადიან კიდევაც, რა ვიცი. ალბათ ბევრ ჩვენ მეგობარს აინტერესებს, რატო გვიწევს ღამე სიარული. ნუ ყველაზე კარგია მაინც დღისით მოაგვარო ეს საქმე, მაგრამ ტვინთი რომ ისატანია ღამეც გვიწევს ხოლმე სიარული და ღამე არის აი ყველაზე არასასიამოვნო. ეხლა მთელ ღამეს ხო გაათენე, მე მეორე დღე და მეორე დღეს უკვე ქათა მივითახარ რა, გეძინება სულ. მაგრამ რა სიზამს, ესეც სამსახურის სპეციფიკაა. მაგრამ მეორე მხრივ კარგია ღამე უფრო იმას უზივარ ხოლმე აუდიო წიგნებს და ვკითხულობ და ისა უსმენ და დღისით მაინც უფრო ყურადღება მიგდას. თუმცა თავისებური სპეციფიკაა. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით. მაინც არაფერი საინტერესო არ ხდება, თავშიც არაფერი არ მომდის, კითხვებიც არ არის. და ჩვეულებრივად გავაგრძელებ გზას და მე კიდევ გადმოგეცით ერთ-ერთი ესეთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე. უბრალოდ გზაში კალიფორნია, არიზონის უდაბნოს მიმართულებით. ზოგჯერ ფიქრები წარმოდის ხოლმე, არა? კარგი, დაგემშვიდობებით, მომავალ საინტერესო შეხვედრამდე მეგობრებო, ყველას გისურვებთ ბედნიერება, სიხარულს და ყველაფერს კარგს. კარგად.